ჭორი რომელზეც მძაფრი რეაქცია ქონდა, შენზე გაგებული რამე ჭორი? ჭორი არა, მეორეჯერ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როცა ხათუნა მოვიყვანე ცოლად. ანუ ის საყვარელი ხალხის წინ გაზრდილი ბიჭი, როგორი შრომის მოყვანე, ცვლილს მიღებული, საზოგადოებისგან აღიარებული, აი როგორ გითხრათ, პრესტიჟული, ну რაც გინდათ დაარქვით, აი ის რაღაცა ტოპ ადამიანები, რომელთა ჩამონათვალში მე უკვე შესული ვიყავი, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ატყდა დიდი ამბავი. კი, აი ის იმ მოცემულობით ავთო, რომელსაც აღიარებდნენ, ძალიან უყვარდა, როგორ თავისი შრომით, თავისი ნიჭით, როგორ მიაღწია ყველაფერს, უცებ გახდა ოლიგარხის სიძე. წინდა ეს მომენტი, როცა ჭორაობდნენ, რომ ავთომ სარფიანად მოიყვანა ცოლი. ხას უსვავდნენ ამას. ხომ არის რომ რაღაცებს იწვევ შენს ცხოვრებაში შეუგნებლად. ბავშვებიდან ხატავდი მერხებზე. შიშველ ქალებს თუ ფიგურებს, შემდეგ ფურცლებზე გადავ საკონტროლო სრულები იყო, ჩვენ დროს წითელი ხაზი ქონდა, ისიც თუ სავსე მქონდა. როცა დავიწყე ადამიანების ხატვა, რაც ჩემი თავი მახსოვს და სხვათა შორის დღემდე, როცა ფერწერას დაუბრუნდი, ზუსტად ის გოგო დავხატე, რომელიც შემოვიდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან სახელოსნოში და დავინახე ის ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ხატავ. იცოდი რომ ესეთი აწეულია საოცარი გარეგნობა აქვს ხათუნას, ძალიან ბევრი ხუჭუჭა თმებით და ერთ-ერთი ანალოგი ყავს შვილი ესეთი. კი ბატონო. იცოდი ვისი ოჯახის შვილი იყო, მილიონერის ოჯახიდან რო იყო. ჩემი პრობლემა დღემდე ეს არის, რომ არასდროს არ ვიცი ვინ არის. როცა ვთქვათ გავაკეთებ შეკვეთას, ანუ ვაიცი ეს იყო, ეს ის იყო, რა თქმა უნდა, მეორე მესამე ჩაზომებაზე უკვე მე ვიცოდი ვინ იყო ეს, მაგრამ ეს მოხდა პირველივე შეხვედრაზე და ხათუნა დავიბარე ძალიან ბევრჯერ ეგრეთ წოდებულ ჩაზომებაზე. ეს იმიტომ რომ მოგეწონა და სხვა კლიენტებთანაც გქონია მსგავსი ფლირტის მომენტი, რომ დაგებარებინოს მრავალჯერ. არა, სხვებს გქონიათ, რომ ძალიან ბევრ შეკვეთას გაძლებენ, იმიტომ რომ გნახონ. და შეგრძნობდი, რომ გეპრანჭებოდნენ და არის. კი, ეს ძალიან მარტივი სქემაა. იმჩნევდი ხოლმე თუ არ გინდოდა კლიენტებთან სასიყვარულო ურთიერთობაში შესვლა. სასიყვარულო ურთიერთობები არ მქონია კლიენტებთან, მაგრამ აი ეს ემოციური გაცვლა, რაც ყოველთვის სასიამოვნოა, ამოდი ყველა ვაღიაროთ, ძალიან სასიამოვნოა ეს ფლირტი. არასდროს ანუ არ ვუარყოფდი და არ ვკეტავდი. და შემოვიდა ხათუნა. შეგიყვარდა. რო გავცეთ პასუხი საზოგადოებას. ბადრი პატრკაციშვილის სიძეობა. ბევრ ამაში დაგეხმარა? დამეხმარა იმაში, რომ შეუძლებელი ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვე ჩემს თავს და ამას ვასრულებდი. იმიტომ რომ თუნდაც არც ერთი გადმოხედვა ოჯახის წევრებისგან არ ყოფილიყო ჩემთვის არასასურველი. არ უნდათ დიზაინერის სიძე? არ ყოფილა ეს განხილვაში. პირიქით მე ვიყავი ძალიან კარგად მიღებული მეგობრულად, ანუ არ ყოფილა ეს პრობლემა.